ქალაქში რელიგიურ კონფლიქტთან დაკავშირებულ სამსახურში ისევ გამწვავდა კონფლიქტი რელიგიური ნიშნის დაპირისპირებას აქვს ადგილი, როგორც ჩამდა საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ფაქტების გამოყენებაში და ყველა რელიგიური დინამიკის უჩვენებდი ყოფნა. მოგესალმებით, დიდი მადლობა Prime Time სტუდიაში მოწვევისათვის. მოგახსენებთ რა თქმა უნდა თვითონ ის მოვლენები, რომელიც ვითარდებოდა და ვითარდება საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, რომელიც დასახლებულია თქვათ რელიგიური უმცირესობებით და მათ შორის თქვათ სამთაწყაროში, ეს რა თქმა უნდა ყველაფერი იძლევა შეშფოთების საფუძველს, ვინაიდან და რადგანაც პირველ რიგში თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ ფაქტორებს, საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო როგორც შემთხვევაში ტოლერანტული ქვეყანა, სადაც სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები სარგებლობდნენ იგივე უფლებებით, როგორც რელიგიური თუ ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენლები. ამიტომაც ბუნებრივია ამ შემთხვევაში ის რაც ხდება, ეს არანაირად არ შეესაბამება თქვათ იმ ტოლერანტობის სტანდარტებს, რომელიც თქვათ საქართველოში არსებობდა და იმ სტანდარტებს, რომელიც თქვათ იგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის დადგენილი, მათ შორის ევროპის საბჭოს მიერ, ევროკავშირის მიერ და ამ შემდეგ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ფაქტმა შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, როდესაც ბუნებრივია ამ შემთხვევაში ხდება რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეების უფლებების შევიწროება. გარდა ამისა, არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 10% გახლავთ ისლამის რელიგიის მიმდევარი. მაგათაც იგი 2002 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 9.9%-ს შეადგენენ ისლამის მიმდევრები. მოგესალმებათ, რომ თქვათ აჭარის რეგიონში ჭარბობენ მუსლიმანი სუნიტები, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში მუსლიმანი შიიტები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის რომ შესაძლებელია გაჩნდეს დაძაბულობის ახალი კერა საქართველოს რომელიმე რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე, ბუნებრივია ეს ყველანაირად ნეგატიურად აისახება საქართველოს მომავალზე. არ უნდა დაგვაუწყდეს ისიც, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები ესენი არიან იგივე ჩვენი მეზობელი ქვეყნები თურქეთი და აზერბაიჯანი. მოგესალმებათ, თქვათ იმ თუნდაც იმ ენერგეტიკული პროექტების გამო, რომელიც ხორციელდება და უნდა განხორციელდეს მათ შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით, თქვათ აზერბაიჯანთან თურქეთს მიმართულებით, ის სატრანსპორტო პროექტები, იგულისხმება თუნდაც ბაქო-თბილისი, ყარსი, ახალქალაქის რკინიგზა და შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი პლუს რა თქმა უნდა იგივე გეოგრაფიული სიახლოვე აახლოვებს თქვათ ერთმანეთთან აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თუ თქვათ საქართველოში კვლავ გაგრძელდა რელიგიური ნიშნით ეთნიკური უმცირესობების და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა შევიწროება, ბუნებრივია ეს ნეგატიურად აისახება ურთიერთობაზე, როგორც თურქეთთან, ასე შეიძლება ნეგატიურად აისახოს, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან ურთიერთობაზე. ხო, ბუნებრივია და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ თურქეთი გახლავთ ნომერ პირველი საქართველოს სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანს თქვათ აქ მეორე ადგილი უკავია და ის ასევე ორივე ქვეყნის კომპანიები საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ესე იგი ორივე ქვეყანა ამ დროს საქართველოში დეფიჩიტოვან ინვესტიციებს და ბუნებრივია თქვა საერთო ჯამში რა თქმა უნდა საერთოდ თუ ის იქნება არასტაბილური ვითარება რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი თქვა ეს საქართველოს სახელმწიფოს როგორც სახელმწიფოს იმიჯს მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის აქედან გამომდინარე ხელისუფლების მიზანს უნდა წარმოადგენდეს რა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი რომელიც აღიარებს რელიგიურ შუღლს
არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში საქართველოში მოქმედებდნენ, ისინი ისედაც მოქმედებდნენ და სამწუხაროდ მოქმედებენ ალბათ, ესე იგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლები, გულისხმობ რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციას და რუსეთი რა თქმა უნდა ყოველთვის იყო და არის დაინტერესებული, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ხო? ჩვენ დავწმუდით ამაში, ხო, თუნდაც იგივე ჩვენი უახლოესი ისტორიის განმავლობაში, ამიტომაც ნებისმიერი ხელისუფლების დროს რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზაციით. გამომდინარე აქედან, ხო, ეთიკი დესტაბილიზაციის ერთ-ერთი კერა შეიძლება არსებობდეს, თქვათ, ეთიკური თუ თქვათ რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში. ბუნებრივი, ამიტომაც ვთქვათ, არ არის გამორიცხული რუსეთის სპეცსამსახურები მუშაობენ იმაზე, რომ მოხდეს საქართველოს ადგილი კონდეს რელიგიურ დაპირისპირებას და ამით რა თქმა უნდა, ვთქვათ, საქართველოს დაეძაბოს ურთიერთობა თურქეთთან, იმიტომ რომ მოგახსენებათ, რომ რუსეთი და თურქეთი მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის კი ბატონო მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები არსებობს და სავაჭრო ბრძოლა ქვეყანას შორის $40 მილიარდ აჭარბებს, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა რუსეთი და თურქეთიც ერთმანეთს განიხილავენ როგორც გეოპოლიტიკურ მეტოქეებად, მოწინააღმდეგეებად, თქვა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოს დაეძაბოს ურთიერთობა თურქეთთან, დაეძაბოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან. ანუ რუსეთმა იმოქმედოს, თქვა დაშალე და იბატონის პრინციპით. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ხო? შეიძლება რომ თქვა ზოგი ადამიანი სწორედ რომ აი რუსეთის სპეცსამსახურს ირიბათ მათი მიტკებით მოქმედებს, იმიტომ რომ თუ შენ რეალურად იცავ ქრისტიანულ ღირებულებებს, მომდენი თქვა ქრისტიანული ღირებულებები რა არის? ეს არის საერთოდ რელიგიური ღირებულებები, რომ პირიქით პატივისცე სხვა კონფესიას, ბოდიში ვიხდი, სხვა კონფესიის წარმომადგენლებს, სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, სხვა კულტურას და აშებენ, ხო? საქართველოში გვერდ-გვერდ ცხოვრობდნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში და ბუნებრივი აქედან გამომდინარე ვიღაცას აშკარად არ აწყობს ეს ყველაფერი. ამიტომაც ხელისუფლებამ უნდა გაატაროს კაცრი ზომები, მიიღოს თქვა ყველა ის ადამიანი, ვინც ქადაგებს რელიგიურ შუღლს, ვინც აცხადებს, რომ თქვა არ ჩაატარებინებენ ლოცვას, პარასკევობით და აშებდეთ, ხო? ის ადამიანი, ხო, რომელიც პირველ რიგში საკუთარი კონფესიის წარმომადგენლებს არცებს პატივს, ხო? მე ესე მგონია, բայց ეს ადამიანები უნდა იყვნენ კაცრად დასჯილნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხო, შექმნა პრეცედენტები სხვა რეგიონებში, მათ შორის მოგესალმებათ, სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, ისე და ისე ვიმეორებ, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% გახლავთ ისლამის მიმდევარი, ხო? მათ შორის მოგესალმებათ, საქართველოში ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, ასევე დაახლოებით 1000-მდე მაჰმადიანი მესხი, ეგრეთ წოდებული თურქი მესხი დაბრუნდა საქართველოში, ამიტომაც თუ აქ მოხდა დაპირისპირება, ეს პირველ რიგში გამოიწვევს დესტაბილიზაცია საქართველოში, ეს ერთი მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე, მეორე დაძაბავს საქართველოს ურთიერთობას, თქვა აზერბაიჯანთან და თურქეთთან, მესამე შეაფერხებს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას, მეოთხე საქართველოსზე შეიქმნება როგორც არასტაბილური ქვეყანაზე იმიჯი და ბუნებრივია ქვეყნის შესახებ იმიჯი და ბუნებრივია თქვა ეს დაასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამიტომაც ბუნებრივია თქვა ხელისუფლებას მართებს რომ კაცრი ზომები გაატაროს იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ამ შემთხვევაში პრობლემას უქმნის ქართულ სახელმწიფოს, მათ შორის ქართულ ხელისუფლებას და მათ შორის იგივე თუნდაც ქრისტიანულ ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში თავიანთი ქცევით და სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ ამ შემთხვევაში. ესე იგი, როდესაც თქვათ ხდება იგივე რელიგიური ან ეთნიკური
უმცირესობების თუცა ხანდახან მე მიჭირს გარკვეულ უმცირესობების შესახებ რატომ? იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს თითოეული მოქალაქე თანასწორუფლებიანია კანონის წინაშე მიუხედავად თქვათ მისი ეროვნებისა, მიუხედავად სქესისა, სოციალური წარმომავლობის, გონებრივი მდგომარეობის და ამავდროულად და ამავდროულად. ხო, ამიტომაც ბუნებრივია ეთნიკური შემადგენლობის და ამავდროულად. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მეტად ამ შემთხვევაში კაცრი პოზიცია უნდა დააფიქსიროს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში თითოეული ეთნიკური თუ კონფესიური ჯგუფის უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული, თუმცა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში კი ბატონო ადგილი ჰქონდა ვითარების დაძაბვას, ხანდახან ასე ვთქვათ არადიპლომატიური ხასიათის განცხადებებს, სხვადასხვა დეპუტატთა ჩასვლას, რომლებიც მხარს უჭერდნენ ვთქვათ რელიგიურ უმრავლესობას და ამით ცდილობდნენ რომ ასე ვთქვათ ძალიან კარგები გამოსულიყდნენ და ქრისტიანული ღირებულებების დამცველები გამოსულიყდნენ, ხო? თუმცა ბუნებრივია ვთქვათ ეს პირიქით ნეგატიურად აესახება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ხო? ისე როგორც იგივე 17 მაისის მოვლენები, ხო? ბუნებრივია 17 მაისის მოვლენები, როდესაც ასევე თქვათ, ხო, პირიქით ის ადამიანები ამ შემთხვევაში, რომლებიც არ ღვევენ ამ შემთხვევაში თქვათ სექსუალური უმცირესობების უფლებებს, ასევე თქვათ პირიქით ისინი შევარწყობას აყენებენ ქრისტიანულ ზნეობას და ქრისტიანულ მორალს. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, იმიტომ რომ არ შეიძლება არავითარი უმცირესობის უფლებების იქნება ეს სქესობრივი უმცირესობა, რელიგიური უმცირესობა თუ ეთნიკური უმცირესობა, მათ უფლებათა ხელყოფა. მით უმეტეს, როდესაც თქვათ თანდათან ჩემის აზრით ქართული პოლიტიკური ლექსიკონიდან თქვათ ტერმინი ალბათ უმცირესობაც ამ შემთხვევაში უნდა წაიშალოს, ვინაიდან და რადგანაც საქართველოს თითოეული მოქალაქე არის ამ შემთხვევაში კანონით თანასწორუფლებიანი კონსტიტუციის წინაშე და საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს სახელმწიფოს წინაშე და რა თქმა უნდა ეს ტრადიცია საქართველოში რომელიც დიდი ხნის საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ეს უნდა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ სამწუხაროდ შეიძლება ითქვას რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში ალბათ რიგმა ადამიანებმა თქვათ იგზნეს თავისუფლება, გახსოვთ ხო ახლა ვიღაცა თვლის რომ ახლა თქვათ ხელისუფლება შეიცვალა, თქვათ ბევრი აცხადებს ჩვენი დრო მოვიდა ასე თქვათ ხო ახლა ვერაცნობიერებს რას აკეთება, როდესაც ისინი შევარდნენ თქვათ გამგეობებში, როდესაც თქვათ ხელყეს ამ შემთხვევაში ესე იგი ისეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული ფასეულობა, როგორც არის თქვათ ადგილობრივი თვითმმართველობა, ხო, მათი უფლებები გაითელა, თუმცა ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ სამწუხაროდ გამოიჩინა პასიურობა და ამიტომაც ეს ბადებს ეჭვს იმაში, რომ ხელისუფლება თვითონ უწყობდა ხელს, რომ ამ შემთხვევაში არა არჩევნების, არამედ თქვათ ძალადობრივი გზით შეცვლილიყო ხელისუფლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და გარკვეულწილად ალბათ ბევრი ადამიანი, რომელიც გრძნობს იმას, რომ თქვათ დაუსჯელია, როდესაც აცხადებს, რომ მithom იცავს თქვათ ქრისტიანულ ღირებულებებს და აცხადებს, რომ თქვათ არ ჩაატარებინებს თქვათ ტრადიციულ პარასკევის ლოცვას, ისლამური კონფესიის წარმომადგენლებს, ისლამური რელიგიის მიმდევრებს, ის ამ შემთხვევაში ბუნებრივია, თქვათ, ну, ალბათ გრძნობს იმას, რომ ვიცით, ის არ დაიჯება და ამიტომაც ეს ხდება ყველაფერი. ამიტომაც ჩემი აზრით არჩევნების შემდგომ პერიოდში ვითარება უფრო გამწვავდა, ვინაიდან და რადგანაც ახლა ის რომ ითქვას, რომ ეს ყველაფერი იმალებოდა, იჭმალებოდა, რომ ხელისუფლება თქვათ არ აუცელებდა ამ ინფორმაციას წინა ხელისუფლებას გულისხმობ, ეს არ შესაბამება სინამდვილეს, იმიტომ რომ იგივე თქვათ კავკასია, იგივე მაესტრო, შემდგომში მეცხრე არხი თქვათ ხო, იგივე თქვათ ბეჭდური მედია, ბევრი მოგესალმება თუ კრიტიკულად იყო განწყობილი წინა ხელისუფლების და დღევანდელი ოპოზიციის მიმართ.
დიახ, რაც შეეხება ბატონ პაატა ბუჭოლაძეს, რა თქმა უნდა, თქვათ, მას როგორც ესე იგი ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ახლა რთულია რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად რეალური შანსები აქვს მას, რომ გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მიუხედავად მისი მაღალი ავტორიტეტისა, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა თითოეული ქართველი ჩემი ჩათვლით ამაყობს, რომ მას ყავს ისეთი ღირსეული თანამემამულე, როგორც ბატონი პაატა ბუჭულაძე. თუმცა, რაც შეეხება მის პოლიტიკურ საქმიანობას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში ეჭვი ქვეშ დგას, მაგრამ მისი ავტორიტეტი ალბათ გარკვეულწილად მოქმედებს იმაზე, რომ მან რამდენიმე პროცენტი მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმედია, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდგომ ის ასევე ღირსეულად უკვე საქართველოში კვლავ ღირსეულად გააგრძელებს თავის ღირსეულ საქმიანობას ხელოვნების სფეროში. რაც შეეხება იმას, თუ გაიმართება თუ არა მეორე ტური, ჩვენ თუ დავეთმობთ NDI-ის კვლევებს, მონაცემებს, ქართული ოცნების კანდიდატს, ანუ ბატონ გიორგი მარგველაშვილს უჭერს მხარ სამომჩევლოდ 51%, ნაცმოძრაობის წარმომადგენელს 11% და აქედან გამომდინარე, ესე იგი, რა შეიძლება ითქვას, რომ რეალობა არის ის, რომ არ არის გამორიცხული, რომ დაინიშნოს არჩევნების მეორე ტურიც, თუმცა ალბათ მაინც ვაღიაროთ, რომ ყველაზე მეტი შანსი გამარჯვების დღევანდელ ეტაპზე ალბათ გააჩნია ქართული ოცნების კანდიდატს და სავარაუდოდ მეორე ადგილზე გავა ნაცმოძრაობის წარმომადგენელი. თვითონ ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობა ამ შემთხვევაში პრაიმერის გზით აპირებს შეარჩიოს კანდიდატურა, რა თქმა უნდა ეს არის მისასალმებელი ფაქტი. მე ძალიან ასე ვთქვათ ვფიქრობ იმაზეც, რომ მნიშვნელოვანია რომ გაიმართოს თქვათ დებატები, წინასაარჩევნო დებატები, ალბათ ეს დებატების კულტურაც როგორც ასეთი თქვათ საქართველოში უნდა დაინერგოს, აი ისე როგორც თქვათ ამერიკაში მოხდა პრეცედენტი, თქვათ 60-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კენედის და ნიქსონის შორის გაიმართა პირველი თქვათ დებატები ორ კანდიდატ შორის და შემდგომში თქვათ ეს ასე თქვათ პრეცედენტი შემდგომში უკვე დამირგილ იქნა თქვათ ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამიტომაც იმედია, რომ საქართველოშიც ესე იგი სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატ შორის გაიმართება დებატები, რომლის მეშვეობითაც მათ საშუალება ექნებათ, რომ თავიანთი თქვათ წინასაარჩევნო პროგრამა და პოზიციები გააცნონ საქართველოს მოქალაქეებს. რაც შეეხება თქვათ ალბათ შეიძლება კითხვა დაისვას საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მე თქვენის ნებართვით მოვახსენებთ ამასთან დაკავშირებით, რომ თვითონ ის ფაქტი, რომ არჩევნები თავდაპირველად დაინიშნა თქვათ 31 ოქტომბერს, შემდგომში თქვათ შეიცვალა თარიღი, შემდგომში კვლავ შეიცვალა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია თქვათ ისეთ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, როგორც არის საპრეზიდენტო არჩევნები, რა თქმა უნდა აუცილებელია პოზიციათა შეჯერება, მაგრამ სამართლებრივი კუთხით რო განვიხილოთ ეს ყველაფერი, მოგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში არ დარღვეულა საქართველოს კონსტიტუცია და არც საარჩევნო კოდექსი, ვინაიდან დაადგამათ საქართველოს კონსტიტუციაში 2006 წელს განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოგახსენებთ, რომ საქართველოში არჩევნები უნდა გაიმართოს, თქვათ, ყოველი მეხუთე წლის, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების წლის ოქტომბერში, თუმცა არ არის მითითებული უკმა დღეს, ანუ ეს ადრე კი ბატონო არსებობდა გარკვეული ამ შემთხვევაში ჩანაწერი, თუმცა დღეს ეს არ არის მითითებული, რომ სამართლებრივად მიუდგეთ საკითხს, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ მაინც არჩევნები საბოლოოდ, იმედია საბოლოოდ გაიმართება მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, ეს არის მისასალმებელი, ვინაიდან და რადგანაც 27 ოქტომბერი გახლავთ უქმე დღე და ამიტომაც თქვათ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის თუნდაც ემიგრანტებს ეს ერთი შეიძლებათ რომ მივიდნენ კონკრეტულ ქვეყნის საქართველოს ქვეყანაში კონკრეტულ საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში და აფიქსონ თავიანთი პოზიცია და იგივე ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც საქართველოსში ცხოვრობს. ვინაიდან და რადგანაც თქვათ მათ შეიძლება კვირა დღეს ჩავიდნენ იმ ადგილას, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულები, სადაც მათ მიუვათ ბიულეტენი და მისცა ხმა, ამიტომაც ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა თუ კვირას გაიმართება არჩევნები, საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს ექნება საშუალება დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური პოზიცია.
კი ბატონო, კი დიახ. კი ბატონო, კი რა თქმა უნდა სასურველია, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა პარტიული კუთვნილების მიუხედავად მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში, მათ შორის იქნება საკომიტეტო მოსმენები თუ პლენარული სესია და ამ თუმცა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გარკვეულწილად მიზეზი იმისა, რომ რომელიმე პოლიტიკურად ძალამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საუბარია საპარლამენტო უმცირესობაზე, რომ მან ბოიკოტი გამოუცხადოს სტომას, იმიტომ რომ გარკვეული მოვლენები უძღვოდა ამ ყველაფერს წინ და იმედია თუ თქვათ გარკვეული შეთანხმება მოხდა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, შემდგომში საპარლამენტო უმცირესობის წევრები ალბათ დაუბრუნდებიან უკვე დაბრუნდებიან პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას უკვე საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე. თუმცა ბუნებრივია ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა უნდა გაითვალისწინოს უმცირესობის გარკვეული ინტერესები და რაც უფრო ამ შემთხვევაში ნაკლები საფუძველი იქნება იმისა, რომ უმცირესობამ დატოვოს ხდომა, ნაკლები საფუძველი იქნება იმისა, რომ თქვათ საქართველოს მიიღოს შენიშვნები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის მე ვგულისხმობ EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ეს იქნება უკეთესი. დიახ, უკაცრავად. არა, კი გასაგებია, მაგრამ ამისათვის ხო თქვათ უნდა გამოვიძიოთ თუ რატომ არ იქნებს მონაწილეობას. ხო, როგორც ძველი ბერძნები ანტიკურ საბერძნეთში იტყოდნენ, ხო, თავარი ცოდნა გახავთ რა, მიზეზთა ცოდნა. ამიტომ გამოვიკვლიოთ მიზეზი, ჯერ, ხო და შემდგომში თქვათ ეს აღმოფხვრათ ეს მიზეზი, ისე როგორც თქვათ ვისაუბრეთ აი სამთაწყაროს ინციდენტზე, ხო? რატომ ხდება ეს ყველაფერი, ხო? ჯერ მიზეზი უნდა გამოვიკვლიოთ, ხო? ვიღაცა ახლა ფიქრობს, რომ ჩვენი დრო მოვიდაო და მოდი ახლა მე ყველას დავუმტკიცებ, რომ რა ვიცი ახლა რომის პაპზე უფრო ძლიერი კათოლიკე ვარ და ამ შემთხვევაში ვიცი დაუმტკიცებ საზოგადოებას, რომ მე ვარ პირველ რიგში ქრისტიანი მართლმადიდებელი და ამ დროს შევახავ ამით ჯერ ესეთი იგივე თქვათ ქრისტიანთა უფლებებს პირველ რიგში, ხო? და ჩისხებ საქართველოს ესე იგი ავტორიტეტს და ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს ყველაფერი არ აისახება დადებითად საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამიტომაც ჯერ უნდა გამოვიძიოთ მიზეზები, რატომ ხდება ეს რელიგიური დაპირისპირება, ხო? რატომ არ ხდებოდა, რატომ ხდება, რატომ ტოვებს კი ბატონო საპარლამენტო უმცირესობა სტომებს, ხო? ხა ამიტომაც რო გამოვიკვლიოთ ამას, ხო? მე უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები. ამიტომაც ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ მომავალში საპარლამენტო უმცირესობას შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში, იქნება საკომიტეტო მოსმენები თუ პლენარული სესიები და მეორე მხრივ თქვათ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ შემთხვევაში თითოეული ესე იგი კონფესიის, თითოეული რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების დაცვა, სადაც საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ თანდათან ჩვენ დავცილდებით ევროპას და არა მხოლოდ თქვათ იგივე გეოპოლიტიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ იდეოლოგიური და ღირებულებითი თვალსაზრისით, რაც რა თქმა უნდა მეტად ნეგატიურად აისახება საქართველოს მომავალზე და შესაბამისად საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავალზე. მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს ქადაგებენ, რომ იცავენ თქვათ ქრისტიანულ მორალს და ღირებულებებს, ისინი ვინც ქადაგებენ, რომ დღეს ჩვენი დრო მოვიდა და ამ შემდეგ, ხო? ამიტომაც დრო უნდა იყოს ყოველთვის საქართველოს და საქართველოს თითოეული მოქალაქის. და ამიტომაც ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლება და არა მარტო იმათი, ვინც თქვათ კონკრეტულ ხელისუფლებას ხმას აძლევს საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო თუ მუნიციპალური არჩევნების დროს. მადლობთ. კი ბატონო.